მოგესალმებით ბროები, დღეს ვართ აჭარაში, ულამაზეს ადგილას და ჩვენი სტუმარი არის ზე იუთუბერი, ადამიანი, რომელიც პირველი ადამიანი იყო ერთ-ერთი YouTube-ზე, ადამიანი, რომელსაც აქვს ხარისხი შეგრძნება, დებს ძალიან მაგარ კონტენტს და არის ძალიან ცუდი FIFA-ში. ამაზე ცუდი ადამიანი FIFA-ში მარტო ერთი ვიცი. კი. ვინ? გიგა. გიგა. თამაშთან დავიწყებთ. უნდა გითხრა. როგორ შეგრძნება YouTube-ის ვიდეოში ყოფნა? ხათა შორის მე რომ მოვედი, გითხარი რომ პირველად მოვედი YouTube-ზე ესე სტუმრად. ერთხელ ვიყავი მარტო გიორგი ვარდისაინძესთან პოდკასტში და ესე პირველად მოვედი. ატევი დააგდო რა კაცო. ატევი დააგდეთ კი ეს. ის არის. ანგარიშ ნომერი მე აქ მას. კი, უეჭველი. კი, აბა რა, ანგარიშ ნომერი და პეპსი სამნო და კოკა-კოლას ამოგიტან სახში რომ მოვა. წუწუნი. შიმშილში. ბოლო წუთზე ყველაფრის მოსწრებაში. პაზლის საწყობა. რაში შეძლებს სოფლიო რეკორდის დამყარებას? რაში შეძლება სოფლიო რეკორდის დამყარებას? წუწუნი ისეთია, ცოტა ყველა ფერზე შეიძლება. აუ ძალიან მე ძალიან ბევრს წუწუნებ. მე გინდა რომ ხუმატა ჩანდე ეგეთი ადამიანი კაცი ნუ ახლა წუწუნე, რაში შეძლებს სოფლიო რეკორდის დამყარებასო და წუწუნში უეჭველი შევძლებ. სპორტული მინდოდა თავიდან, მაგრამ რა სპორტული? გასპორტული. ანუ სპორტული რამე მინდოდა რომ აი რაში შევძლებ სოფლიო რეკორდის დამყარებას. აა სპორტული ვერაფერი სპორტულში ვერ შევძლებ. ჭამაც ვიფიქრე, მაგრამ არა, ნუ ჩემზე მეცაც ჭამს ბევრი. ალბათ. კითხვა ხო ჩვენში არისო თუ არა ზოგადად იყო? სოფლიო რეკორდის დამყარებასო და აი წუწუნში ვინმე თუ ბევრი მატარა ფეხით ბადალი არ მყავს. გაზარი არ არის. კაი, ჩემი პასუხი არის შიმშილში. ეხლა შეიძლება ბევრს ეჭვი შეეპაროს, მაგრამ აი კოსტას არ შეეპარება ეჭვი, რომ შემიძლია ერთი 10 დღე 2 კვირა გადაბმულად გიშიმშილო. აი შეუძლია. ვარ შენ? კი. უჭმელი სამას რა ეთყობა, მაგრამ აი შეგედა, იმ დღეს KFC რო ჭამე ბევრი. აი ესე არ მიჭამია მეორე ჩემ. არა, ხო. ხო, შენთაც და გაუგებარი ურთიერთობა ქონდა ჭამის ხრა, ამიტომ ვერც ისე ვეთქვი, ვერც ესე. მახსოვს რომ მითხარი ერთხელ რომ აი შანსი არ არის შევჭამო რაღაცაზე, რომ მახსოვს რომ KFC-ს დიდი ყუთებით შეჭამო. მე არ ვიცი. ძალიან პრინციპულია კი. ჩემ მე რაც შემეხება, მეგობრებო, მე აღმოჩნდა ჩემი ცხოვრება დაალაგდა ისე, რომ მე ვარ სერიოზული პროკრასტინატორი. ყველაფერს ვაკეთებ ბოლოს. და ძალიან ცუდია ეს, იმიტომ რომ გამდის. გაგდის. გამდის. კომპანიებთანაც და ზოგადად ყველაფერში ბოლოს ვაკეთებ, ანუ ვიღებ რაღაცა 2 კვირიან რაღაც პერიოდს და ბოლო 2 საათში ვაკეთებ ყველაფერს და პრობლემა ისაა რომ გამომდის. და მე მივხვდი რომ ეს ნიჭია, ეს ხელოვნება, რომელიც და რავი, მაგალითად სახლიდან შემიძლია დაგვიანებით რომ გავდივარ და უკვე რომ 10 წუთი დარჩა რომ უნდა გავიდე, აი 10 წუთში სახლს ვალაგებ, ვემზადები, ნაგვივის გადაყრას ვასწრებ. იქ არ ვიცი, კომუნალურების გადახდას 1000 რაღაცა შვები და უცბად გავდივარ და მიდივარ დროს. ოკეი, ჯერა მე შენ. კარგად დაასაბუთე, ჯერა. მიშა, პაზლის აწყობა საიდან მოიტანე გთხოვ? ანუ პაზლის აწყობაში ვარ პირველი რა. მე რა ვიცი შენ რაღაცა პირველი ხარ არა იმაში. ბავშვობიდან რა პაზლი გაგაწყობა? ანუ ძალიან ბევრი. აი ძალიან ბევრი მაქვს ვაკედი ის. როგორ გამოიყურება? 2000-იანი რაც არის ახლა აი თუნდაც ბიბლიაში რო იყიდება, ისინი ძალიან დიდები რო არის და მაგიდაზე რო არეტევა, ეგეთი მაქვს. იცი რა არის პაზლის აწყობა ძალიან ისეთი რამეა. არა, ნახე. ახსენებდი ეგეთი მაგარი რო იყო. სპორტში უეჭველი ვიცი რომ შანსი არ გაქვს, კი, ეგ ჩვენც ვიცით. ხო, მომისმინე, პაზლი დიდი, მან ორი რაღაცა უნდა დააკონკრეტო. ან არის დიდი პაზლის აწყობის რეკორდსმენი ხარ, დიდი რაოდენობის 10000-იანი, სანამ უფრო პაზლს აწყობ ყველაზე ჩქარა. ხო. რომელი ხარ? ალბათ არც ერთი ხოდა იმპოსტერი. იმპოსტერი არ ვარ, მართლა არ ვარ. ოღონდ მართლა თუ თქვი ჯერა. ჯერა. ანუ სპორტში არ ვარ ისეთი რომ ერთადერთი ცურვაში ვარ, რაღაცა შემიძლია, მაგრამ ცურვაში სოფლიო დონეს არა ახლა. მაიკლ ფელპსი არ ვარ და ჩემი ხმა მიშა, მე მამისკენ წავა. წუწუნი ისეთია, ბიჭო, აი წუწუნს არ დაწერდა ადამიანი. აი არა, რატო? აბა რას დავწერდი სპორტს? არა, წუწუნია, ჭამას დაწერდი შეიძლება. ჭამას სწრაფი ჭამა. 3, 2, 1, მიშა. კოსტა. აა, 2-2 გვაქვს. მიდი ჯერანი ითამაშეთ. მე და შენ? ჯეირანი. აი რა არის შეჩემო? ეს არის ქვა? შენ წააგე. შენ იყავ იმპოსტერი. მე ვიყავ იმპოსტერი, კი ბატონო. ძალიან ზიადი ფიქრობ შემდეგ კითხვაზე, თქვენ ჩვენი არქი გამოწერეთ. წამის 1000-ედებს შეგიძლიათ subscriptions დააჭიროთ და იგავ. სოფლიო რეკორდი დაამყარო. ხო. სიჩქარეში მაგის. არქის გამოწერის სიჩქარე შეგიძლიათ რეკორდი დაამყაროთ. ცეკვაში. ცურვაში.
გამძლეობაში. ძლეოსნობა. რა სპორტში აჯობებ ყველას ჩვენ შორის. რა სპორტში აჯობებით ყველას ჩვენ შორისო? ანუ ერთმანეთში. გამძლეობა რა სპორტია? გამძლეობა რა? გამძლეობა არის, აი სპორტი, ხო თქვი, რომ სპორტი არ არის მეთქვა რა. აი სტამინის თემაში რა. აი რა სტამინა აუში ვიყავით და ტიპმა დაიხჭო 2 მეტრაში. სპორტია, კაი, სინონიმი თქვი უბრალოდ ეხლა. ხაი ისეთი აი სირბილში კარგი. FIFA-ში გეთქვა მაინც რაღაცა. სირბილში. ეგ უნდა დაგეწერა. ხო, გამძლეობა სწრაფ სირბილში არა, ანუ გამძლეობის სირბილში. სირბილი ყველა შენი სპორტს ახლა. სჭირდება აუ გამძლეობა. FIFA რატო არ თქვი? იმიტომ რომ იმპოსტერი ხარ. აი რატო არ თქვი? ყველა სპორტს სჭირდება გამძლეობა. დანარჩენები განვიხილოთ მაინც თუ ზიად, კარგად ცეკვა. კი. მე ვიყავი ყოფილი მოცეკვავები, მაინც. საცეკვავი. ანსამბლი აისი, თუ რამეს გეუბნება. აბსოლუტურად. არსებობს ინტერნეტში კადრები, სადაც ცეკვავ შენ. არა. არ გინდა გამოგვიგზავნა და დავადოთ ვიდეოს. არა, დიდი მადლობა. ბავშვობაში თუ? ბავშვი ვიყავი. კი, ბავშვობაში მეც ჰიპ-ჰოპით ვიყავი გატაცებული და ძალიან მიყვარს ჩემს ცხოვრებაში ცეკვასაკ ძალიან დიდი ადგილი. ვაუ, მაგარია. მეორე რაიან ზიადის ჯერა. რო შენ არა. გიწერია? ძლეოსნობა. შენ რა გიწერია ბიჭო? სურვა. აი ცურვაში ვერ გამასწრა. რა? რა ხარ მიხადავენ ყველაფერში გაგასწრებ სპორტში რაც არის? სირბილში ვერ გამასწრებ? კი. სახეს გაგაძრო. ეს როდის და რა ესეთი სპორტული ანუ. ეს ხო? ამას ყველაფერში რა დიდად გინდა აი სპორტული. შევეჯიბროთ სირბილში ძმა. არ ვიცი. შენ როგორც დადიხარ ისე თუ დარბი ხარ, მაშინ არ ვიცი. სულ რო დავდივარ, სულ მევდება ნელა იარეო კაცო. იმიტომ რომ სეირნობა სხვა რამეა და შენ დადიხარ. არ სეირნობ, სადღაც საქმეზე აი მივდივარ. ნუჩუბობთ. კაი. ემოცია არ არის ესეთი სხვა კითხვასაც შეიძლება თავისუფლად გაცემო. სწორად აზროვნებზია, წადიმად მიმართულება. მაგრამ რახან ესე შემაქე მგონია რომ იმპოსტერი შენ ხარ. თან გამძლეობა პირველად გავიგე რომ სპორტზე ვიღაცას ეთქვა. აი სპორტი ხო და აი ვერ მოვიფიქრე სპორტი. სპორტი, მოიფიქრებდი. სახეობა, მიდი ხარ და ძლებ. აი მოთმინება. რაღაცა ან მიდიხარ და ითმენ ხო ზიხარ და ითმენ. რას გააჩნია? ყველაფერს ყველა აუ ძალიან ცუდი. აბსურდი. კაი, ბევრი ის არ გვინდა მგონი. კაი, მე მიდი. მგონი, ხო, ძალიან ნათელია რა. დაითვალეთ, მიდით. გიორგი არ იმპოსტერი. კარგი. 3 2 1 გიორგი. კი, მე ვიყავი იმპოსტერი და ჩემი კითხვა იყო აი ჩვენშიო რა. რა არისო ისეთიო, რაშიც ყველა გაჯობებსო. ანუ პირიქით მქონდა კითხვა რა. გამძლეობა. რატო ხარ ეგ თვით კრიტიკული? იმიტომ რომ სტამინა არ მაქვს მართლა როგორც შევთქვა. რაში გაჯობებს გამძლეობაში? ანუ აი ეგ ძალიან დასაზუსტებელი კითხვა. სპორტულ გამძლეობაზე აი მე იგულისხმება. ვამბობ ფიზიკური აი სირბილი და დაღლის თემაში. იქნებ მაგკითხვა შეგულისხმებოდა ცხოვრებისეული გამძლეობა? აი მაგაში ვერ მაჯობებენ დარწმუნებული. ეხლა რაც არ უნდა იყოს შემდეგი კითხვა, ვაპირებ დავწერო საზომთრო. მეგობრებო, თქვენ კი არ დაგავიწყეთ ჩვენი ახის გამოწერა, არ აქვს მნიშვნელობა სავგეყურებთ TikTok, YouTube-ით თუ სად, გთხოვთ გამოგვიწერეთ. ერთი წამი უნდა ზუსტად და ძალიან გაგვახარებ, ძალიან დაგვიხმარებით. 2 მილიონი დოლარი. 5 მილიონი დოლარი. 0. უფასოდ. რა თანხის სანაცვლოდ შეწყვეტდი კონტენტ კრეატორობას? რა თანხის სანაცვლოდ მიატოვებდი, შეწყვეტდი კონტენტ კრეატორობას. ხო, ეხლა ნახე, მე რატო დავწერე 0. მე ვაპირებ დამეწერა თავიდან რამდენიმე მილიონი და გადავიფიქრე, იმიტომ რომ ლოგიკა რა მქონდა. კი, შემიძლია რაღაცა სოციალურ ქსელებში არ ვიაქტიურო და არაფერი არ დავდო და არაფერი არ შევქნა ვიდეოს და კონტენტებს გულისხმობ. მაგრამ ვიფიქრე, რომ ამ თანხით მე მოვიწყობდი რაღაცა ჩემთვის სასურველ ცხოვრებას და წავიდოდი და გავაკეთებდი მუსიკას, რომელიც ძალიან მიყვარს. სწორად აზროვნე, მე რატო გადაიფიქრე? მე მივხვდი, რომ მუსიკას კონტენტია. ამიტომ კონტენტში რა იგულისხმება? ვიდეო კონტენტი კი, თანხას დაგიწერ. მუსიკაც კონტენტია, მუსიკა რო არ გავაკეთე დავიგრუზე. ნახე როგორი ღრმა პასუხი აქვს. შენ თუ ეხა იმპოსტერი ხარ, მე ფეხზე ავდგები და ტაშ დაგიკრავ. აი იმდენად შესრულებული ის გამოგივა რა. ძალიან გამიხარდებოდა რომ ეგრე ყოფილიყო. მაგრამ არ ხარ. მაგრამ არ ვარ იმპოსტერი. ხო, ამიტომ რავი, მე ჩემი იდენტობა და პერსონა ალბათ არის რომ მე რაღაცებს ვქნი და ეგ თუ გავაჩერე, არ ვიცი, მე არ მიგერს არაფერს. დაის. მაგარია ძალიან. მე ვიტყვი რა, ჩემი იდენტობა და პერსონა კონტენტ კრეატორობაში არ არის რა, ჩემი საყვარელი საქმე არ უკავშირდება კონკრეტულად ამას, ჩემი საყვარელი საქმე უკავშირდება მაგრამ იქიც კონტენტ კრეატორობა არ არის, მე არ ვჩავარ, ანუ ვიდეოები შექმნა, სადაც მე არ ვჩავარ. ეგ ხო კონტენტ კრეატორობა არა? კონტენტია ეს. არა, ყურე, კონტენტ კრეატორია. მე რა, შენი პერსონა. მე არ ვჩავარ. ეგ მაშინ ინფლუენსერი ხარ ან აქტორი ხარ ან რაღაც, მაგრამ კონტენტს რო ქმნი რა, შენ ხარ. ხო, აი აქ
ჯობდა ეგრე მე. და რა 2 მილიონი ან მე მაგალითად 5 მიწერია ხო და მაშინ დავამბობ. ალოგიკური პასუხია. არა? რატო? ანუ კითხვა რა იყო? რა თანხის სანაცვლოდ შეწყვეტდიო კონტენტ კრეატორობა? ანუ შენი ხო და თავის შენ გადადება ახლა ეს? ლაპარაკობ რო ანუ ეს არ არისო ჩემი ისო და მაგიტომ ანუ მე ანუ ჩემთვის უფრო ასწავლებს თქო აი ვიდეო პროდაქშენის თემაში მუშაობა ვიდრე სადაც მე დედა, ვჩავ. ხო, კონტენტ კრეატორები. და მაგიტომ დავწერე უფასოდ ანუ მე შემიძლია ამას ყველაფერს თავი ხო, მაგრამ დავამბო. უყურე ზიადი ამბობს რომ ეგეც კონტენტ კრეატორობა არის. ნებისმიერი რამე რაც არის მულტიმედია მატერიალი, ვიდეო, ფოტო, მუსიკა არის კონტენტი. შენ მნიშვნელობა არ აქვს წინ ხარ კამერის თუ უკან. ხო, მე არ ვიგულისხმე. არც მე არ მიგულისხმე. ანუ უბრალოდ კამერის წინ დადგებელი თუ არა? ხო, აი გვიგულისხმე. კამერის წინ ვიტყოდი უარს თქო რა. ხო და მაშინ მაგ ლოგიკას თუ რო გაყვე, რომ ეგ მოგწონს უფრო მეტად მილიონად. და ფული გინდა. პროია ფოტო მაინც დადგებელი. բայց უარს არ ვიტყოდი 2 მილიონად მაგაზე. მილიონადაც ვიტყოდი, ანუ წინ კამერის წინ დადგომას გამო რომ 1 მილიონი მოგწონს. ბიჭო, იცი რატო დავწერე 2? ანუ კონკრეტული თანხა არაც მჭირდება რა, ცხოვრების ამ ეტაპზე თორე 2 მილიონი კი არა შეიძლება სხვა თანხის. 2 მილიონი დოლარი რატო გჭირდება არა, კონკრეტულად? დათვლილი მაქვს და ცხოვრებაში ამ ეტაპზე რომ სადა ბედნიერი ვიყო 2 მილიონი დოლარი მჭირდება. მე არც დავითვალე. არ დაგითხრა. დამეზარა. დაგიზა. მე არ ვიცი, თქვენ ორზე არ ვიცი შენ და მიშა. ანუ მე ჩემი პასუხი მე შენ მგონი ხარ, იმიტომ რომ ანუ აი 5 რო დაგეწერა ჩემნაირად საშუალო 5 ძალიან ბევრია. დამრგვალე, არა ძალიან დამრგვალება. შენ იტყოდი უარს 5 მილიონ დოლარზე. ისე არ იტყოდი? არა, ისეც ვიტყოდი, მაგრამ აი როგორ წავედი, იცი? ბარემ თუ მთავაზობენ და მაინც არ არის. ბარემ 5 დავწერე. მოდი თავზე მილიონზე არ იტყოდი? დოლარზე. მილიონზე. რას ფიქრობ, ლარზეც იტყოდი და აი, ლარზე. ყაზახურ იმაზეც იტყოდი რა ტენგეზე რა, ხო არ არა, მეხარ შეჩემო მაგაზე არ ვიტყოდი, მაგრამ მაგრამ როგორ არა ერთი არა, მართლა ან ტექნოლოგიობა მართლა ბავშვობიდან მინდოდა და ბავშვობიდან რა? მაგინდა და ბავშვობიდან? ეკაბლოგერია. კაი, ხა 5 და 2 მილიონ შორის როგორ უნდა განასხვავა? აი, მე ძალიან კონკრეტული მიწერია. აი, მე კონკრეტული მიწერია. ლოგიკა. შეცდებით მეგობრებო, მე თუ დამადებთ ხელს. აი, დავამრგვალე კაკრას და მაინც კაცშული არ თავაზობს 1 ცენტსაც კი მაგის თავის დანებებაში და რავი 5-ია ამბარი. ხო იცი, აი თუ ოცნება იყოს ამ. ეგ არა აქ ხო. მე რა ლოგიკით დავწერე მაგას ვამბობ თორე. უფასო ძალიან მაგ უფასო და ნული და იგივე არ არის. ხო. ანუ უფასო დავანებდი? შენ მაგრამ ზიადმა დააკონკრა. მე საერთოდ არ ვიყავი ძალიან ის ა მიშას არ აინტერესებს სხვა კრეატორობა. კითხვა მეგობრებო, იყო რა. რა თანხის სანაცვლოდ სანაცვლოდ დაანებებდი თავს კონტენტ და პასუხი აქ უფასო. ხმის მიცემაზე ხوار გადავიდე. გადავიდე. ხო. კაი, მოდი. 3 2 1 კოსტა. მაიცა როგორ გადანაწილდა? კოსტა საგორი და გიო საკერთი. აქ ვის მივცე ხმა? აზრზე. დავითის პოზა. უფასო მგონია რომ არის უცნაური პასუხი. მედი დავადე უფასოს. მაშინ მე მაგ მაშინ კოსტა დამარცხდა სიგა. კოსტა დამარცხდა. არ ვიყავ იმპოსტა. არ იყავი? შენ იყავი? მეთ ბიჭო. რა გჭირ? უბრალოდ ანუ ტიპზე კითხვა არის ესეთი. რა თქმა სანაცვლოდ დაანებებ თავსა და უფასო თუ ანუ რატო გეზიზღება გაძალება ასკეთო ასკეთო. ყველაზე გადაობა არის რა მქონდა კითხვა. მიდი. რა თანხის სანაცვლოდ შევიდოდი გეი კლუბში. გეი კლუბში? ხო. უფასო შეფედი. რატო? ანუ არ მინდა თანხა, ისედაც მაგრამ მაინტერესებს რა ხდება. რას უნდა გაინტერესებს გიჟი ხო? არა, ისა და მე მგონი. არა, ერთხელ შევიდოდი და აი, პრობლემა არ მიქნებოდა. აი, აი. აინტერესებს. ანუ ეგ ხო არ არის რომ შედიხარ და ეგრევე რაღაცას იმას ნუ თუ კითხეს ხო? ანუ მე მაინტერესებს რა ხდება მან. просто ალბათ შევიდოდი 1-2 წუთით და გამოვიდოდი. უბრალოდ რა ძალიან სავარაუდოდ. ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ სვავს. ხო, სასმელს. წესით არიან ჩვეულებრივი უბრალოდ. კლუბია, просто უფრო ბიჭები არიან და გოგოებიც ვინც დაჭერა. კი, ამბობ. თქვენ კი გითხარით რა თანხის სანაცვლოდ გამოეწერთ ჩვენ არხს. დავიწყოთ ასე ლაპარაკი უკვე. აზრი არ აქვს. უკვე დროა. დაწერეთ ანგარიში. ჩავრიცხავთ ძმაო, არ ვიცი, 1 ლარია არის, 5 ლარია თუ მეტი ეხა არ შეგვიძლია და ამიტომ 100. 60. რამდენიც გაგაბედნიერებს. 50. რამდენ კაციანი ხორცელია, კარგი რაოდენობა. რამდენი კაციანი ქორწილი არის, რომ კარგი რაოდენობაო ჩვენო პროდიუსერმა კითხა. რამდენიც გაგაბედნიერებს, ძალიან ზოგადი არ არის. აი, იცი რა, როცა იმპოსტერი არიყავი, სულ ლაპარაკობდი ზიად და ეხა იმპოსტერი ხარ და გაჩუმდი და არა, მე მგონია რომ უბრალოდ ესეთი ცხადი პასუხი მიწერია, რომ ვინმეს თუ ამაში შეიტანთ. რა ვიცი,
აუ, როგორი იმპოსტერული ნათქვამი. ეს თუ შეიტანთ რაღაცა. არა, რამდენი ადამიანი უნდა იყოს ქორწილში? რამდენს გაგაბედნიერებს? რატომა დავწერო 10, იქნებ მე მყავს 100 ისეთი ბედნიერი, ისეთი ახლობელი ადამიანი, რომ დათვალო. დაგითვალა დაახლოებით. გაგეთვალა ხო პლუს მინუს. რა დაითვლის? ჯერ თან მე იმას ფიქრობ, რომ იმას რო უთხრა, იმას ეწყინება, მე იმას ეწყინება და ადიხარ 200, 300 როგორ თავისუფლად, იცი? კი. იმას მე ცოლის მეგობრებიც უნდა მოვიდეს და მე მიდიხარ სხვანაირ ქორწილს აკეთებ და მან შეიძლება მარტო მეგობრები გავდეს და რავი 10 კაცი შეკრიბო მარტო. ამიტომ კონკრეტულ რიცხვს ვერ იტყვი. ინდივიდუალურია ძალიან. ხო და შენთვის რამდენია კარგი რაოდენობა? ჩვენც ინდივიდუალურები დავწაგეთ ყველა. ოჯახ შექმნას და ახლოსაც არ მისულობ ცხოვრებაში. არ ვიცი. რომ მივალ მან და ალბათ რაღაცა ალბათ ყველა ვარიანტში მე ვისურვებდი არავის რო არ ეწყინოს ეგრე. რაღაცა 20 მაქსიმუმ 50. აი სხვათა შორის მეც ადრე ეგრე ვფიქრობდი 20-50 თითქო და გიო შენ კი იცი ადრე რამოდენიმე წლის წინ ვილაპარაკეთ სერიოზულად იგეგმებოდა ჩემს ცხოვრებაში ექს ხო და ისე ავედი დაახლოებით 80-მდე თუ 80 გავწდი დაჟე რომ არა და მთელი ცხოვრება ვფიქრობდი აი ზიადმარებას 20 50 აი გასკდეს თქო და ტიპები რო დავთვალე მართლა ვინც მინდოდა დაჟე ისე არა რომ იმას არ ეწყინოს ვინც მინდოდა ავედი ერთი 100-სკენ ვიყავი რა 80 გავწდი მიშა შეგას მე 50 მიწერია და მე 50 დაჟე მებევრება 40 მინდოდა და მე ვიფიქრე რომ საზღვარგარეთ მინდა და საზღვარგარეთ 100 და 150-ს ვერ დავყავ. საჩვენს ეგ კაი მეთოდია გაფილტრო საზღვარგარეთ. კაი, მე მგონია რომ ჩემი ძალიან ცხადი პასუხია და. ხო, ცხადია რომ იმპოსტერი. მე მგონია რომ ცხადია რომ იმპოსტერი ხარ კი. კაი, მოდი. კარგი, მოდი ხმის მიცემაზე გადავიდეთ. 3 2 1 ზიადი. არ იყავი? არ იყო ზიადი. იმიტომ რომ გიორგი იყო რა? არა, იმიტომ რომ მე ვიყავ. შენ? შეგვისრულა 100 უწერია ტიპს, აი ვიცოდი რომ 100 არ დაწერდა, მაგრამ არც ხმაც არ ამომიგია. არა, ეს სიმართლე მოვყევი, კითხვა რა იყო შენი? ჩემი კითხვა იყო, ყველაზე ცოტა რამდენ კაციან ქორწილში ხარო ნამყოფიო და დაახლოებით 100 კაციანში ვარ ნამყოფი მინიმალურად. მე ქორწილში ზოგადად არ ვარ ნამყოფი. მეგობრებო, ჩვენ სანამ კითხვაზე პასუხს დავწერთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ზაგის ღილაკის გააქტიურება არ დაგავიწყდეთ და დაგვილაიქეთ ვიდეო, ჩვენ გვაძლევს მოტივაციას. თქვენთვის კი 1 წუთის საქმეა. აუ ესე გაწერილი საუბარი არ შემიძლია თქვი ჩვენ. აი, პროსტო დაიკიდე ის გაქვია 1 წუთის. დიდი საქმეა რა. მოტივაციაა. ზია სამ შემდეგ რაუნდზე გადავალთ. გითხარით დღეში რამდენჯერ გეკითხებიან? კი ბატონო დაბრუნდება თუ? დღეში არა, მაგრამ ალბათ კვირაში ერთხელ მაინც. ვა. ცოტა შემცირდა რომ. არა, მუშაობ. რას ფიქრობ მე? რატო არ აბრუნე? ჩემი უნივერსალური პასუხი ამ კითხვაზე ყოველთვის არის ის, რომ რაღაცები იწყება და მთავრდება და რაღაცა როცა არ გინდა არ უნდა გააკეთო. რაღაცა სევდიანი პასუხი. ჩვენს თუ დავიხურეთ ზიადის პასუხი. ისედაც რომ დასახური იყო. არ იმსახურებდა არსებობას. არსებო. აი ხა ეგრე არ არის. ანუ ეპიზოდები ანუ თავის შემთხვევაში არ იმსახურებდა არსებობას არ არის. არა, თუ დასახურენ შენს რა აღარ გინდა რომ გააკეთო. ო, აღარ გინდა რომ გააკეთო. ბაზარი არა. ის უნდა აკეთო რაც გინდა. ნამდვილად. ყოველთვის. მიდი მიშა დაიწყე. ფილმების ყურება. YouTube. ვიდეო თამაშები. YouTube. ინტერნეტი რომ სამუდამოდ გაუქმდეს ყველაზე მეტად რა მოგინათრებოდა. და ვიდეო თამაშებს ინტერნეტი რა თუნდა? რაც ქვია, რა თუნდა Steam-ი, ანუ Origin-ი, მაგის გარეშე ხო შეიძლება? მაგის გარეშე შეიძლება, მაგრამ დღეს ეხა მულტიპლეიერები და არა მარტო მულტიპლეიერები ძალიან არის ამას დამოკიდებული. PlayStation-ზეც დისკები თითქმის არ დისკი დაივიწყე, დისკი რომ მქონდეს, თუ ინტერნეტი არ გაქვს ვერ თამაში. სამწუხაროდ ეგ არის, იმიტომ რომ უნდა ვერ გადმოწერთ თორემ. ვერ გადმოწერ ხო მაგას. შემდგომ ვიდეო თამაშები არის ეგეთი პასუხი რა. ახლა იცით რომ მისწორდება თავისუფალ დროს სტრესის მოხსნისთვის და განტვირთვისთვის კარგი რამეა რა. აგერ ზიადი და მეც FIFA-ს ვთამაშობთ, 11 მილს ვუგებ, სიამოვნებს რა. მე და შემეგონი ერთხელ ვითამაშს მაგრამ. აზრი არ აქვს მე ჯერ თამაშს მაგით. არ იყო მაგ ხელსაუბრა. არ ვიცი. 4-1 სულ რაღაც 4-1 იყო. მე 2-2-ზე ვთამაშობ რა. ხო. სხვადასხვა 2-2-ზე ვითამაშეთ და 27-ით 3 წააგო. რავი, ჩემ შემთხვევაში YouTube-ია. YouTube-ს უყურებ ეგრეში რა. კი, მეც რო YouTube დამოკიდებული ვარ. მინიმუმ მუსიკის გამო მაინც აპაპაპაპაპ.
Spotify-ზე ქონდა სიმღერა ჩართული. არა, SoundCloud-ზე ქონდა სიმღერა ჩართული იმ დღეს. SoundCloud-ზე, იმიტომ რომ მან რაღაცები ან პროდიუსერებისთვის ჰაბი ეგ არის, მაგრამ YouTube-ზე დევს ხოლმე სეტების 1 საათიანი რაღაც, სადაც შოუებია რა, ზირთად მან ვიყურებ და ჩემ შემთხვევაში ცალსახაა. მიშა, შენი პასუხი რა არის? ფილმების ყურება. ფილმების ყურება. ფილმებს ვერ უყურებ ტელევიზიაში, კინოთეატრში. ტელევიზია ვაფშე არ მაქვს. არ კინოთეატრი გაი. ფილმების ყურება არის ინტერნეტის თავი. მას რა ქონდა ფილმების ყურება? ხო. ინტერნეტთან რა შუაში? რა შუაშია ხო? ინტერნეტში არ უყურებ? ინტერნეტი როცა არ იყო, რავი, დავდიოდით ხალხი. ხო, კინოში. ტელევიზორში ველოდებოდით რომელ საათზე იქნებოდა ის ფილმი, რომელიც მე ჩაგვიდა. ახლა მაგ დროს არ დავესწარი ეთქობა თქვენ ძალიან ისეთი ხართ და რას არ დაესწარი ინტერნეტი. 2 წლით ხარ ჩემზე პატარა. ხო მე დისკები და კასეტა იყო. იყო, მაგრამ ახლა ბრიგადა გაგძმანა. არა არ მაქვს ახლა. არა, რა არის ინტერნეტი რო გაუქმდეს. ხოხტები, ანუ კინოებს უყურებ მაინც. კი, მაგრამ ეგრე ვიდეო თამაშსაც უყურებ და YouTube უყურებ თამაშს უყურებდი. ვიდეო თამაშს ვერ უყურებ. ვერ უყურებ, ხო, ითამაშებ რა. ითამაშებ ხო, მაგრამ აი ვერც ბიჭო, ძალიან რთულა, ვერ ითამაშე. ეგეც კაი არგუმენტია, ინტერნეტი რო არის. მე Netflix როგორ ითამაშე ვიდეო თამაშს? უყურებ 90%. სტრიმებზე ამბობ? სტრიმს თავი დაანები. ანუ დისკი გაქვს და ვერ თამაშ, დღეს უყურე. ინტერნეტი თუ არ გაქვს, ვიდეო თამაშს ვერ ჩაიწერ. მაგას ვხსნი. კი, არა, მართალს ამბობ. დისკის გარეშე ვერ თამაშო ვიდეო თამაშს. ვერც PlayStation-ზე და ვერც PC-ზე. ვერსად. კაი, მე თემები არ ვიცი, ვერ შეგეკავე. არა, PC-ზე თამაშო. გასთან რანაირი? PC-ზე დისკი როგორ? თამაშო. PC დისკი რა ქონდა? PC დისკი თუ გაქვს? YouTube-ი მიწერია. ორივეს YouTube-ი. მე YouTube დამოკიდებული ვარ, ეს რა ვიცი. არ ძალიან ხარ, ხო, კოსტა ძალიან უყურებს YouTube-ს. მე მგონია რომ ფილმების ყურება შეგიძლია ინტერნეტის გარეშეც. კი, მეც ეგრე დიდი ტრაგედია იქ. კინოში და ტელევიზიით. მოდი, ძალიან ხო, ძალიან ცალსახაა რომ მიშა არის იმპოსტერი. მე მიშას ხმას არ მივცემ, ერთად ხმას არ მივცემ მიშას და მივცემ ამ ორიდან რომელიმს, ანუ YouTube-ს დავადებ ხელს, გული მიგზნობს რომ რომელიღაც YouTube-ი არის იმპოსტერი. მე ზიაც დავადებ ხელს. მოდი დავა. მიდი, სტუმარია გავწიროთ. ხო, სტუმარია და მაგას დავადებ. ვანახოთ მასპინძლობა. ანუ ვერ ხვდები რა არგუმენტით. არ გვაქვს არგუმენტი. გული გვიგზნობს. ჩვენი პროგრამა იგივე არგუმენტით მაშინ კოსტა რა ვიცი. კოსტა შეიძლება. მოდი შენ ზიას დავადე, მე კოსტას დავადე. არა, ეგრე არ შეიძლება. იმიტომ რომ კარგი. არგუმენტი უნდა იყოს საჭირო. მე არგუმენტი მაქვს მიშაზე, მართლა ეგრე ვფიქრობ, რომ ფილმის ყურებისთვის არა აუცილებელი. შეიძლება, მაგრამ მე პირადად, ანუ შენ იმაზე ხო იყო? საერთოდ ცხოვრებაში რა შეიძლება სოფლიოში ეგ ხო არ იყო? ინტერნეტი რამდენი წელია რაც გვაქვს ადამიანებს? გვაქვს არ ვიცი, 20 წელია ალბათ. განსაკუთრებით კარგი ინტერნეტი. ფილმებს უყურებდი, სერიალებს, რავი, გადმოწერილ დისკზე და რაღაცა კასეტებზე და წარმოიდგინე უცბად ანუ YouTube-ი არ არსებობს, რომელს უფრო განიცდი, ფილმებს რო ვერ უყურებ. მე YouTube-ი რო არ არსებობდა ძალიან განვიცდი. საერთოდ ინტერნეტზე ძალიან მაგრად განვიცდი. ზოგადად განვიცდი, ხო, მესენჯერი და მართლა ყველაზე მეტად YouTube-ი ვერ დავიძინე, მინიმუმ ძალიან დიდი ხანი გააუქმონ რა. აი YouTube-ი რო გააუქმონ, გაწყობს და მესენჯერი რო ქონდეს თუ მაგალითად მესენჯერი გაქრეს და მესენჯერი გააუქმდა. არა, კომუნიკაცია საჭიროა. ანუ დარეკავ ხო ბაზარი. ანუ მაგრამ ძალიან იმართლებს თავს და ან ეს არის ან წერავენ და მე რადგან YouTube-ი მიწერია, მაგიტო ვეთანხმები, იმიტომ რომ მართლა მიგჩევნია მესენჯერი გაუქმდეს და YouTube-ი რატო არის ჩემი აზრით უნივერსალური მაგ კუთხით, რომ შეგიძლია როგორც ვიკიპედიაც ესე გამოიყენო, როგორც ფილმებს რაღაცა მაინც დევს ფილმი YouTube-ზე რო უყურებ. არა, ფილმი რა დევს ახლა? არა, დევს. კი, ბევრი დევს და. არა, ბევრი кайფი ფილმია. და რავი, ლოგეროს აი შემეცნებითიცაა, გასართობიცაა ყველაფერი და ეგ რო გაქრეს, უფრო მეტი რაღაც ქრება, ვიდრე იმით რომ რაღაცა, არ ვიცი, მე ვაიბერი გაქრეს. ეგ ხო შენ თუ პირადი რაღაცებით თვალებში ეთქობა რომ იტყუებაც მე ხო? მე ასე ვიტყვი ფაქტია. თავიჯერ, არ მეთანხმები? გითანხმები ყველაფერში. მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ შეკარი. გული მიგზნობს. კარგი. 3, 2, 1, ზიადი. მე მიშას ვაძლევ. მეც მიშას ვაძლევ. ოპა, მაშინ ჯეირანი ითამაშე. ფილმები რა. მიდი ჯეირანი ითამაშე და გადაწყრე. ჯეირანი. და მიშამ წა. მე არ ვიყავ. ზიადი იყო ესე. ანუ ვაფშე შენ იყავი? შენ იყავი ხო? არა, მე არ ვიყავ. შენ იყავი ბიჭო? არა, მე არ ყოფილი. შენ იყავი ბიჭო? იცოდით და მაგით. რა ვიცოდი. ეგრე წაიყვანეს. მივხვდი. მე ეთყობოდა, იცი რატო ეთყობოდა? არა, არ ვიყავი მართლა. მართლა და რენდომია. გიფიცებ ძალიან რენდომია. აბა როგორ დამალე? ჭიც როგორ მე და მიშა მივხვდით ეხლა. ოსტა ძალიან ისე იყურებოდა ის საწერია ორივეს და როგორ მივხვდი? აი გულმა გვიგზნო რა ვიცი მე.
მე გეტყვი როგორ მიხვდე. განაიგარ გიგზნო გულს. კი, მე გეტყვი როგორ მიგზნო. შენ მაგ აი, იცი როგორ იყო? ამაზე გიგზნობს ხოლმე ტოტალიზატორს. უეჭველი ერთი კუის ვიცი ხო, ორი კუში. იცი რა არის, რაზე მიგზნო გული? იცი აი, როცა იმპოსტერი არიყავი, საერთოდ სხვა ტემბრით საუბრობდი. და საერთოდ სხვანაირად საუბრობდი. ძალიან მიმართლებდი. ხო და აქ ბიჭო დაიწყო რომ აი შენი კითხვა რა იყო? შენი კითხვა რა იყო? ერთი საიტის დატოვება რო შეგეძლოთ მარტო რომლის დატოვებით. იგი ხო. და ვაპირებ დამწერა პალმები ქონდა როგორ. პალმები. თქვენთვისაც თუ YouTube-ია, ანუ ვიდეო თამაშები არ აქვს მნიშვნელობა რა აქვს, არხი გამოიწერეთ, ძალიან გაგვახარებ თუ გისწორდება ჩვენი ყურება. შემდეგი კითხვა. პუტკუნა მელოტის დღიურები. ზიად ალიბაბა და 40 ყაჩავი. 25 წლის ვარ და ეს ამ დრომდე არ ვიცოდი. კონსტანტინეს თავგადასავლები. შენზე ციგნი რომ დაწერო, რა სახელი იქნებოდა? შენზე ციგნი რომ დაწერონო, რა სახელი იქნებოდა? ჩემი ლოგიკა იყო უბრალოდ რამეს ასაცილო დამეწერა ჩემს სახელზე. აი ისა ფოტოში. აქ ცუდი სახელი არა? კი, მომწონს. მე რომ მინახა ხوار ვიყიდო, ვიფიქრებ. რაღაცა კაი ხომრობები, ოქონჯობები ეწერებოდა. და სადაც შენი პოსტერი რო არის, სახე და იქ რა. ციგნში რო ხარ, როგორ უნდა მოუწოდო რო იყიდონ. ალბათ ისე რო აი გადაშალეთ შემდეგი ფიცე. არ ვიცი. აზე უეჭველი. აი რა თამბნეილის ფოტო არ უნდა იყოს. დაიწერებოდა მაგ შესახე. ჩემზე 40 ყაჩა, არაფერი, ალბათ სარიელი იქნებოდა. სარიელი. ხო, ნუ რა რატო იყიდე? სულელი ხარ. მიშა, პუტკუნა ბიჭის დღიური თუ რა გიწერი? პუტკუნა მელოტის დღიური. პუტკუნა მელოტის დღიური უწერია მიშა. დღიურები. რატო აფასებ შენ თავს ეგრე? პუტკუნა კი არა, ჩამსხვრილი ხარ. ცხოვრებისეული წიგნი. ხო, ანუ მე ალბათ, ანუ მე უეჭველი რაღაც ხადაობებს დავწერდი მან და ჩემს ცხოვრების რაღაც მომენტებს, აი დღიურებს გავაკეთებდი და დღეს მოხდა ესა და მაგრამ ლამაზად ლიტერატურულ ენაზე ანუ შენ იუმორისკენ წაიყვანდი, ზიადის სარიელი გადაგტროლავს და მე დავწერდი 25 წლის ვარ და რაც ამ დრომდე არ ვიცოდი. ჩემი ფრაზე ხო ეს იყო, როცა დავიწყე კონტენტ კრეატორობა და ისეთი რაღაცები, რაც ვისწავლე life hacks. იმპოსტერი ხარ. არა, იმპოსტერი. და კოსტა ზაფქსეუჟეტიანი ფილმი მექნებოდა საკმაოდ. ფილმი არა, ციგნია. კონსტანტინეს თავგადასავლები. წამოსდა ამასო, ფილმი ციგნი შეეშალა. ზაფქსეუჟეტიანზე მივაყოლე ფილმი. კონსტანტინეს თავგადასავალი. ოუ, შენ ისეთებს მოყვებოდი. ოღონდ ძალიან გულახდილა თუ დავწერდი მართლა ზაფქსეუჟეტიანი გამოვიდოდა. არა, ამისი ძალიან ზაფქსეუჟეტიანი ციგნი არ არსებობს ესეთი წინადადება. ყოველ შემთხვევაში რაც მე მიცხოვრია. კარგი, მაშინ ციგნში სიუჟეტი იქნებოდა ძალიან ძაფრი, ექშენი. მომიყვება აბა მაგალითად ფილმი გამოდის. მაინც ხო, შენ რა მოგიყვა ყველაფერიზე პირად იცი? მოკლედ აი ამ ულამაზესი ხედი და ადგილას თამაშობთ ასეთ კარგ თამაშს, მოდი ვიტყვი. და ამ ასე თქვათ აჭარის ლამაზ გარემოში ხმის მიცემაზე გადავიდეთ. 3 2 1 გიო ზიადი. ანუ რა მოხდა? გიოს 2 აქვს, ზიადს 1, ხო? და კოსტას 1. ანუ გიოა. მე დამასახელდი იმპოსტერად, ხო? მაგრამ არ იყავ. რა თქმა უნდა მე არ ვიყავ. იმიტომ მე ვიყავი. შენ იყავი? ხო. პუტკუნა მელოტი. ამა რატო შეგვისულა ასე კარგად ბიჭო, ანუ ეჭვი არ გაჩენია რა აქვს, მე გადავიდე. ვიდრე პუტკუნაცა და მელოტი. ანუ მაგრამ ისი ძალიან გადავებ რა კითხვა. აი, გაკითხვა ქონდა. შენზე ციგნი რა ყოფილიყო? კოსტაზეო. რაი. ეს და გამივარდლა რომ ერთმანეთს გავხართ. გავართ. საერთოდ მიშა, შენ დაიმსახურე გამარჯვება. დიდი მადლობა. ჩვენ ყველანი დავმარცხლით, მოდი ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ეს უნდა მოგვეგო რა ეხა. ეხავდა რა აი. გახსოვს რომ მითხარი რომ ჩვენ უეჭველი არ ვართო და ხო. ეს ხო არის შემიტანია ჯერ. ეხლა აი ესეთი მურტალი თამაშია ეს რა. ფსიქოლოგიური თამაშია რა. არ არის მარტივი ეს თამაში რა. არა.